მე მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება. საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმას დაკავშირებით, როგორ მზადდება, ასე ვთქვათ, არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობთ საზოგადოებას ამის თაობაზე და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყანაში მოქმედ მტრულ ძალებს, ანტიერულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვს დახმარება ქვეყნის საზღვრის გარეთ და მათაც ნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებული, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბული არის იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს, ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ ხალხმა ალბათ ვერაფერ ვერ ისწავლეს, ანალიზს ვერ უკეთებენ. ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არის წარსულში. მათ გონიათ, რომ ახლა არის 23 წელი, ახლა არის 23 წელი და ჩვენი ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა არ დაუშვებთ ასეთი არარაობების დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობაზე დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნში მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრის გარეთ. რომ ჩვენ არ დაუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დაუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი ქვეყანაში 90-იან წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა გუნდმა ხელისუფლება მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი რა არის. მათი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ რა თქმა უნდა არ მოსონთ ის წარმატებები და ის კეთილდღეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსონთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილი, რა თქმა უნდა, არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება დღეს სამწუხაროდ ჯერ კიდევ მათ მიზნად. ამიტომ ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ გავავრცელებთ და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, ეს არის პრევენციული ხასიათის გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა მოუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასე დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, რა თქმა უნდა ესეც მოხდება, როგორ ასრულეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბენზური ანტიეროვნული ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. ეს ერთი საკითხი. მე ასევე მინდა გამოთქვა იმედი, რომ სათანადო გამჭვირვალე ახსნა განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, იმიტომ რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და მათი დაფინანსებით იყო ჩამოსული ეს ადამიანები, ჩამოყვანილი იყვნენ ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით ჩვენ მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USA და ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ სამწუხარო ასეთი ფაქტები ხდება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი
საზოგადოებისთვის განმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგესალმებით, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირადად მოვინახული ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მე ვენახებ სამწუხაროდ ძალიან ბევრს დაესეთქვა ათასობით ჰექტარი ვენახი. განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თქვით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი, 20 მილიონი ლარის ღირებულების დაზიანებული დასეთქული ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, რომ როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ მევენახეებს, დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვყოთ დახმარების სახით. ეს ვფიქრობ დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად აი ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ ადგენაში. ეს კიდევ ერთ საკითხი და ასევე მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია გავაცნო საზოგადოებას ძირითადად ხორბლის წარმოებას ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებული არის ფასები ხორბალზე. ეს არ არის ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. ასე რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდით კონკრეტული ეფექტიანი ნაბიჯები. იცით, რომ 400-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით, დაუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცეთ სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული იყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ გარემოში ჩააყენეს ეს კომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის წარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწესების შემდეგ 35,000 ტონაზე მეტი ხორბალი მიიღეს ადგილობრივ წესრიგ კომბინატებმა. ასევე დროებით ღონისძიებები განხორციელდა დაღერგილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. და მის თაობაზე უცხოეთის სამინისტრო განმარტებებს გააკეთებს მთავრობის ნომის დასრულების შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე რომ მათ საფიქრებად და სანერვიულო არ იქნებათ. ბოლოს ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მოგესალმებით თქვენ კარგად რამდენიმე დღის წინ მიიღო პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის კოდექსი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია მუშაობდით. მინდა მადლობა გადაუხადო პარლამენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო აი ეს ეგრეთ წოდებული მავნებლური გირჩის ინიციატივა, რომელიც შედეგადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასრულად იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ აი ეს გირჩის მავნებლობა, ეს ერთ საკითხი მინდა გამოვყო. ასევე აქ მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურების, ასევე ზოგადად მთელი წვევამდებლებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 24 წლის 1 იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 25 წლიდან უკვე ყველა წვევამდელი გაივლის სამსახურს თავდაცვის სამინისტროში. ყველა სხვა უწყებიდან მოყავს წვევამდელები და მხოლოდ თავდაცვაში მოხდება გაწვევა. შევიმუშავეთ ეფექტიანი კურსები, 6-თვიანი კურსი, ეს არის მინიმალური იქნება 6-თვიანი კურსი, ასევე 8-თვიანი და 11-თვიანი. იმის დამიხვედრით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა რომ დაგეგმოს. ასე რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც მინდა კიდევ ერთხელ განმარტო ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის. იცით, რომ ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ შემდეგი, ასე ვთქვათ, ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სტუდენტ შეიძლება რომ ჩაერთოს აი ამ პროცესში. წლის განმავლობაში 1 თვე დაახოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო მომზადება, ასე ვთქვათ, თეორიული ასევე პრაქტიკული მომზადება, საბრძოლო მომზადება.
ეს მივფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 4 წლის მანძილზე მას შეიძლება სტუდენტს შეიძლება რომ ჯამში დახოს 4 თვე ჯარში და ამის შემდეგ ჩაეთვლება ნამსახურებად და მიიღებს ასე ვთქვათ სამხედრო მოწმობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. და რაც თავარია ამ კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი. ჩვენი გათვლებით სულ რაღაც 3-4 წელიწადში მოვამზადებთ 9-10,000 წვევამდელს. რაც ძალიან დიდი შედეგი იქნება და ანუ 10 წლის პერსპექტივაში 100,000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული, რომლებიც ჩაირიცხება რეზერვში, ქვეყნის რეზერვში. რა თქმა უნდა, ეს აძლიერებს ზოგადად თელს რეზერვის სისტემას და რაც თავარია მინდა აღნიშნო, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები და ზოგადად კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში. და ბოლოს იცით რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia's პროექტი, რომლის პარაგრაფშიც 2 გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში, ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტებზე ძალიან მოეწონათ, აღუპილი იყვნენ. ჩვენ გაიცეთ 24-ში ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ უფრო დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia's შემადგენლობას და ყველას ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში. დიდი მადლობა.